არასამთავრობო ორგანიზაციები და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები პარლამენტს საარჩევნო რეფორმის ინიციატივით დღეს მიმართავენ. ისინი მაჟორიტარული წესით არჩევნების გაუქმებასა და მისი პროპორციული ჩანაცვლებას ითხოვენ. რეფორმის ინიციატორები მოქმედ საარჩევნო კანონმდებლობას უსამართლოს უწოდებენ და პარლამენტ ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნით მიმართავენ. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით პროპორციული სისტემით და სამხარეო სისტემით 75-75 დეპუტატი აირჩევა. მაჟორიტარის ინსტიტუტი არის გასაუქმებელი, ერთი იმიტომ რომ უკვე წლებია ხედავთ რომ ეს ინსტიტუტი გამართულად საქართველოში ვერ მუშაობს და ვერ ფუნქციონირებს. მეორე და უფრო მთავარი არის ის არგუმენტი, რომ არსებული სისტემის პირობებში არ არის უზრუნველყოფილი ხმათა თანაბარი წონის პრინციპი, ამომრჩევლის ნების პროპორციული ასახვა მანდატებში. მთავარი პრინციპია რომ გაუქმდეს ერთმანდატიანი მაჟორიტარული ინსტიტუტი, რომელსაც ვერ გაამართლა ბოლო 30 წლის განმავლობაში თავისი თავი და მის ნაცვლად შემოვიდეს პროპორციული სისტემა. ამას ხარს უჭერს არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ ხელი აქვს მოწერილი რესპუბლიკურ პარტიას, მაშინ რომ ყველა ერთად გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ვიყავით და დღეს პარლამენტის თავმჯდომარის აქვს ხელი მოწერილი.